ხა ჩვენ ვართ ტაოკლარჯეთში, აი ახლა მივდივართ დოლისყანის ეკლესიისკენ, აი აქეთ წავიდეთ. წამოდით. ეს არის ეკლესია დოლისყანა, რომელიც ახლა ამ წუთში ეკლესიის სახელით ის აშენდა მე-15 არა მე-10 საუკუნის ტაძარია, მე-10 საუკუნეში, რომელიც აშენდა ტაძრად, აი მეფე სუმბატის დროს, ანუ იყო ესეთი მეფე სუმბატი ბაგრატონთა შტოს წარმომადგენელი, ბაგრატიონები ხომ იყვნენ მეფეები, არა დადი? ხო და ეს სუმბატი იყო ბაგრატიონთა შტოს წარმომადგენელი, რომლის დროსაც მე-10 საუკუნეში აშენდა ეს დოლისანა ესეთნაირად ეძახიან. შემდეგ მე-14 საუკუნემდე როგორც ტაძარი ისე მოქმედებდა და მე-14 საუკუნის დაამლევს მე-15 საუკუნის დასაწყისში უკვე ნახევარი მისი გადაკეთდა მეჩეთად, ანუ მუსლიმები ლოცულობდნენ უკვე. ჩვენ სალოცავს აი ახლა ხოჯა აქეთ ამცნობს რომ არა ლოცვა იწყება მანდა მაინც ეხლა ესე იგი მომისმინეთ ბავშვებო ეს მე-15 საუკუნეში უკვე ნახევარი ეს იყო მეჩეთი და ნახევარი ეკლესია, ხოლო მე-16 საუკუნეში სრულად მეჩეთად გადაკეთდა. წავიდეთ ახლა დავათვალიეროთ. საუკუნეში უკვე სრულად მეჩეთად გადაკეთდა, მაგრამ ხა ისე რომ დღეს უკვე 1958 წელს ესე მახსოვს რომ 58 წელს ის უკვე ფუნქციონირებს როგორც ეკლესია და დღეს ეს ეკლესია არის. დოლისყანა არის ეკლესია. წამოდე ხა შიგნით შევიდეთ, აქ ახლა ხოჯა ამცნობს, რომ დაიწყო ესაო, რა ქვია, ლოცვა იწყება, ვნახე. ეს არის მეჩეთი მის გვერდით. მუსლიმების სალოცავი. ესეთი კომპლექსია შექმნილი, აქეთ ეკლესია, იქეთ მეჩეთი. წამოდი აბა შიგნით შევიდეთ და დავათვალიერებინოთ. გამარჯობათ. როგორ ახართ? ძალიან სასიამოვნო ლამაზ ბუნებაში ვარ და ახლა უნდა გავაცნოთ დოლისხანის ისტორია ჩემს პატარებს. ბარბარე, წამოდი დედი. აი ძალიან საინტერესო ისტორია. აი აქ წარწერაც ყოფილა, მოდი ვნახოთ. აბა რას გვეუბნება ისტორია? ეს არის ისტორიული ჩანაწერი, აი ჩანაწერის მიხედვითაც ზუსტად აი როგორც თქვი მე-10 საუკუნეში არის მეფე სუმბატის მიერ აშენებული. ანუ ეკლესიამ ძალიან დიდი ისტორიული წარსული გაიარა, დიდი წარსულის მქონე არის და ეხლა თავარია რომ ის ფუნქციონირებს როგორც ეკლესია. ხალო შეგვიწყალე. დედი, მოგწონს ტაოკლარჯეთი? ხალამაზი არის ტაოკლარჯეთი, ეს იყო სად იმყოფები? აბა ვის ეკლესია? დოლისყანაში, ხო? მე შენ ისწავლი ისტორიაში დოლისყანის შესახებ, მაგრამ მეც ხომ მოგიყევი ცოტა რამ, აი გარეთ წარწერები არის, ნახეთ დედი. რა სილამაზია. ჩვენი ძველი წარსული. გამარჯობათ. სად ვყოფებით? მე დოლისყანაში. ჩემთვის ერთ-ერთი საოცრად ძალიან ბედნიერი ხე, არა მარტო ხე, უკვე მე-4 დღეა ტაოკლარჯეთში.